ზოგიერთ კალენდარში, მოდი პირდაპირ შეკითხვებზე გადავალ. შეიძლება ჩვენც გაგვჩენია შეკითხვა. მოდი ეს ზედმეტი რაღაცეები აქედან ავიღოთ. ისეთ შეგრძნება გეგონება არეული. ზოგიერთ კალენდარში 4 შაბათს და პარასკევს ძირითადად თევზით ხსნილი უწერია. როდესაც ასე წერია, ყოველთვის შეიძლება თევზის მიღებაო. ზოგადად ასეთი რამ არის, რომ 4 შაბათს და პარასკევს, აი აღდგომიდან სულთმოფენობამდე უწერია, ესე იგი, რომ არის თევზით ხსნილი. აღდგომიდან სულთმოფენობამდე, ანუ აღდგომიდან 50 დღის განმავლობაში უწერია, რომ არის თევზით ხსნილი. ეს ზოგადად ასე. ხოლო დანარჩენი ახლა იმის იქით ვინ რა და როგორ უკვე ყველამ თავის საქმისა, როგორც იტყვია თვითონ იცის. თუ ახლა ხდება რაღაც ისეთი, რომ ჩამოჭიქ. თუ ახლა ხდება რაღაც ისეთი, რომ ადამიანი სადღაც სამოგზაუროთ არის წასული და იქ უბრალოდ სხვა რაღაცას ვერ მიიღებს და გამოვალი მდგომარეობაა და ეს შეხვდა ამითი გამოკვება შეუძლია. ეგ სხვა ამბავია. თუ დაუშვათ მოხდა ისე, რომ სადღაცა სუფრაზე მოხდა და სტუმრად არის და ზოგადად კი ადამიანი მარხვაში უნდა ერიდებოდეს სტუმრად მისვლას. იმიტომ რომ სადღაც მიხვალ, მით უმეტეს თუ კაცი არის ხათრია. სადღაც მიხვალ გეტყვიან, აი ეს გადაიღე შენთვის მოვამზადეთ, ეს ხორცია თუ რაღაცაა თუ ხაჭაპურია თუ ხათრიანი კაცი თუ ხარ, ადვილად შეიძლება რომ დახვე და ცოდვაში ჩავარდე. ამიტომ ჯობია რომ მარხვაში მოერიდო ისეთ ადგილზე წასვლას, სადაც იცი რომ იქ მარხვას არ ინახავენ. მაგრამ თუ მაინც მოხდა რაღაც ისეთი, რომ აი რაღაცა არის ესეთი სუფრა და ბევრი რაღაცისგან თავი შეიკავე, მათი სიყვარულის გამო შეიძლება თევზისგან მაინც არ შეიკავო თავი, რომ რაღაცა მაინც მათი გაკეთებული და რაღაცა მიიღო და ესეც იმიტომ რომ მათ მოეფერო. თორე თუ სახლში მარტო ხარ, ჯობია რომ თავი შეიკავო. თუ არც დღესასწაულია და არ ახსნილებს ეს დღესასწაული და რაღაცა თუ არც სტუმარი მოგივიდა და მარტო ხარ და შენ შეგიძლია არჩევანი გააკეთო. ჯობია რომ ამ დროს თავი შეიკავო. რა არის სიკეთე ღვთის წინაშე? ისე ჩვენ ესეთი რაღაცაც შეგვიძლია ხოლმე რომ გავაკეთოთ. აი თუ აქ რაღაცა შეკითხვები იქნება, ჩვენ შეიძლება რომ შეკითხვები დავსვათ, ესე იგი ჩვენ თორე გამოვა ისე რომ პასუხობთ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება სხვა საინტერესებდეს. საერთოდ შეიძლება ჩვენც გქონდეს ერთმანეთში რაღაცა შეკითხვები ისეთი. აი, მოუჯექი შენს მეგობრებს, სტუდენტებს. რა არის სიკეთე ღვთის წინაშე? იმის თქმა მინდა რომ როდესაც ადამიანს გგონია რომ სიკეთეს უკეთებ, აღმოვაჩენ ხოლმე რომ ეს სიკეთე მხოლოდ ადამიანის მოსაწონია და არა ღვთის. რა არის ღვთის წინაშე სიკეთე? სახარებიდან ვიცით რომ სხვის დასანახად არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ თუნდაც ფარულად რა არის სიკეთე ღვთის წინაშე? რა სიკეთეა ღვთისთვის მოსაწონი და სულიერი? მინდა ვიცოდე სულიერი სიკეთეები რა რომელია. სიკეთე ის არის, რომელსაც ადამიანი, ესე იგი, ღვთის მცნებისაებრ აკეთებს. ახლა ადამიანი რო დაფიქრდეს, როდესაც სანამ სიკეთეს გააკეთებ, мотивация რა არის? ძალიან მნიშვნელოვანია мотивация. შეიძლება მაგალითად აი იცი გაჭირებული ადამიანი, მშიერი ადამიანი. თუ შენ мотивация ის გაქვს, რომ იმ მშიერს ცხოვრება შეუმსუბუქო და ამიტომ ეხმარები, ეს ძალიან კარგია. თუ мотивация ის გაქვს, რომ შენ ამ მშიერს რო დაეხმარები, სხვა მტაში დაგიკრას, ეს არ ვარგა. თუმცა ორივე შემთხვევაში ღმერთი მოწყალია იმ მშიერის მიმართ და ის მაინც დაკურდება. მაგრამ შენ ამით შენ სულს ვერაფერს ვერ არგებ.
როდესაც мотивация არასწორი გაქვს. და საბოლოო ჯამში ავზანდით. აგიმარჯოთ. საბოლოო ჯამში ადამიანი რასაც აკეთებს, თავის სულს უკეთებს, ესე არ არის. თორე ღმერთი იმ მშიერს უშენოთაც დააპურებს. სხვა გზას გამოუნახავს, მაგრამ რადგან შენში ჩადო ეს ფიქრი და განზრახვა, ესე იგი უნდა რომ ის მშიერიც დააპუროს და შენ აქედან სულიერი სარგებელი მიიღო. შემთხვევით ხო ადამიანს არ მოსდის თავში რაღაცა ფიქრი. ეს შემთხვევით არ ხდება. რადგან შენ მოგივიდა ეს ფიქრი, ესე იგი შენში არის რაღაცა ის სიკეთის მარცვალი, რომ ღმერთმა ტყუილად არ მოგცა ეგ ფიქრი. ყველას არ მისცა ეგ ფიქრი. აი შენ მოგივიდა აზრად, რომ მეზობლად რომ მყავს ადამიანი, რომელსაც რაღაცა უჭირს. მოდი ხო არ მივიდე და ხო არ შევეკითხო, რამე ხო არ გინდა. ახლა კაცმა შეიძლება იფიქროს, ეს რა აზრი მომივიდა, ნეტა რა უნდა უნდადეს ახლა იმას. მაგრამ შემთხვევით ხო არ იქნება ეს აზრი. შეიძლება მიხვიდე და კითხო. შეიძლება ის ადამიანი ლოცულობს ამ დროს, ღმერთო შენ მიშველი, შენ გამომიჩინე ვიღაცა, ვინც შემეწევა და ღმერთის იმედია. ღმერთმა შენ მოგიტანა ეს აზრი. და შენ ამბობ, რა აზრები მომდის თავში, ნეტა რა უნდა უჭირდეს ახლა იმას. არა და შეიძლება ზუსტად ღმერთმა მოგიწოდა ამითი, რომ მიდი შედი შეიხედე, იქნებ მართლა რა უჭირს. მაგრამ мотивация ის კი არ უნდა იყოს, რომ მოდი ახლა მე მეზობელთან შევედი და სხვა მეზობელმა დამინახოს, რომ რა ზრუნველი ადამიანია ეს ჩვენი მეზობელი, როგორ ყურადღება მიაქცია. თუ განწყობა ესეთია, ეგ უკვე არ ვარგა. განწყობა უნდა იყოს ის, რომ შენ მოეფერო იმ მეზობელს, აი როგორც გინდა რომ შენს დედას მოეფეროს ვიღაცა ბებოს ყურადღება მიაქციოს ვიღაცამ, რაღაცა ზრუნველობა გამოიჩინოს. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ იქამდე მივდივართ, რომ ღვთის წინაშე სწორი და მოსაწონი სიკეთე არის, რომელსაც мотивация აქვს სწორი. თუ ადამიანის დასანახად აკეთებ, მოციქული პავლე როგორ ამბობს, თუ ადამიანებსო სათნო ეყოფიო, ანუ ადამიანების საამებლად ვაკეთებ რაღაცას, მაშინ ღვთის მონა აღარა ვარ. ესე იგი არჩევანს აკეთებ, ან ის რომ ადამიანს მოაწონო, ან ღმერთს მოაწონო. და თუ გააკეთებ ისე რომ ღმერთს მოაწონებ, მაშინ ის ადამიანებსაც მოეწონებ. თუ გააკეთებ ისე რომ ადამიანებს მოაწონო, საბოლოო ჯამში ის არც ადამიანებს არ მოეწონება. აი როგორ ეუბნეოდა წმინდა პაისი ათონელი იმ მონასტრის მონაზვნებს თვითონ რომ დააარსა, ესე იგი მე რას ეუბნეოდა, რომ დაუშვათ მონაზონი არის გალობელი. მე არაერთხელ მithქვამს, უბრალოდ ეს ძალიან კარგად აღწერს იმას, აი ჩვენი ცხოვრების თითოეულ მომენტს, აი ამ მომენტს ძალიან აღწერს კარგად. თუ მონაზონი გალობს და მისთვის თავარია როგორ მოეწონება ღმერთს ეს გალობა. თან ეს გალობა ხო მარტო გალობა, მარტო სიმღერა ხო არ არის, ეს ლოცვა შინაგანად სულიერად უნდა მიყვებოდეს ამ ლოცვის სიტყვებს, აი ამ გალობის სიტყვებს და თუ ადამიანი ფიქრობს როგორ მოეწონება ეს ღმერთს, ეს გალობა, მაშინ ეს ღმერთსაც მოეწონება, ამ მონასტრის წინამძღვარსაც მოეწონება და მრევლსაც სულიერ სარგებელს მოუტანს. მაგრამ თუ ეს გალობელი იფიქრებს, რომ აბა ეს ჩემი გალობა როგორ მოეწონება ამ მრევლს, აქ ვინც არის შეკრებილი, მაშინ ესეთი გალობა არც მრევლს არ მოეწონებაო, არც წინამძღვარსო და არც ღმერთსო. ანუ გააჩნია რა არის ჩვენი мотивация. ვინ არის ორიენტირი, ვის უნდა მოეწონოს. და აი აქ თუ სწორად გააკეთა ადამიანმა, იგივე სიკეთე, ნებისმიერი რამე, რასაც არ უნდა აკეთებდეს. თუ ღვთისმცნებისავე აკეთებს, ღმერთს მოეწონება და იმ ადამიანსაც სარგებელს მოუტანს. თუ გინდა რომ მარტო ადამიანს სათნო ეყო, მოაწონო თავი. მაშინ გამოვა რომ საბოლოო ჯამში ის ადამიანიც ხდება, რომ შენ არ ახარ გულწრფელი იმის მიმართ და რაღაცა ტაშის კვრის გამო აკეთებ რაღაც. აი რამდენჯერ ხდება ხოლმე, რომ აი ეხა სიტყვაზე
2 კილო ბრინჯი უნდა მიუტანო ვიღაცას და უკან მოგყვებიან 5 ოპერატორი, რომ გადაიღონ ეს როგორ მიგაქვს შენ 2 კილო ბრინჯი გაჭირებულისთვის. ვითომ ამბობ ხა რომ მე ამ ვიდეოს რო გადავიღებ სიკეთე გავცელდება სხვების დაინახავენ. რა ვიცი, აბა გულში მართლა ეგ ფიქრია? რა ვიცი. თუ მე ტაშის კრის გამო ვაკეთებ ამას, ეგ ძალიან ცუდია. თუმცა ის გაჭირებული მაინც დაყურდება, მაგრამ მოდი პირიქით ვთქვათ, ესე იგი სახარება ხო ესე გვასწავლის, როგორც შენ გინდა მოგექცნენ, ისე მოეკეცი. შენ გიწირს, წაიქეცი და შველას ითხოვ, რომ წამოგაყენონ და მოვიდნენ, ჯერ ესე იგი გადამღები ჯგუფი მოვიდა და მერე მოვიდა ის, ვიც უნდა წამოგაყენოს და შენ შეურაცხყოფილად გძნობ თავს, ესე იგი. ეგრე არ იქნება? რა ვიცი, ადამიანურათაც რო დაფიქრდი, ადამიანს სახარება წაკითხული რო არ ქონდეს, მაინც მიხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც ადამიანს შეშვენის. არ არის ეს ადამიანური საქციელი. ხო და ადამიანს სახარება და ღვთისმცნება ასწავლის, როგორ დარჩეს ადამიანად. სხვას კი არა, რამე განსაკუთრებულს, ესე რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულს ასწავლის, მაგრამ განსაკუთრებულობა სწორედ ეგ არის ადამიანს ასწავლა, როგორ დარჩეს ადამიანად. იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი ხო თავის მსგავსად და ხატად შექმნა. და ადამიანმა როგორ არ დაკარგოს თავისი სახე, როგორც ადამიანის საღვთო მცნება, ზუსტად მაგას გასწავლის. როგორ შეიყვარო მოყვასი, ისე როგორც შენი თავი გიყვარს. მაგალითად, ამას წინათ ბავშვებმა ორშაბათს დასეს ასეთი შეკითხვა. რაღა ბავშვებმა უკვე დიდები იყვნენ, მე-9 კლასელები. ეხლა ახალგაზრდები აქ რო ბევრი არიან სტუდენტები. ეს მარტო ბავშვებს კი არა, დიდებს კი არა, უკვე ასაკიან ხალხსაც ეხება. რამდენი ბევრი შეყვარებული შეიძლება თუ არა ყავდეს ადამიანსო. გახსოვთ ეს შეკითხვა რო დასეს. ხო და ეხლა რო დაფიქრდე რა. ახლა ვითომ ახლა დიდი გამოსაცნობი შეკითხვა არის ეგა? ანუ ეს ახლა მადაზე ხო არ არის დამოკიდებული, რამდენი შეყვარებულიც გინდა ყავდეს 1 2 3 17, რამდენიც მოგეწონება. აი სახარებისეული პრინციპით რომ მიუდგე მაგას. შენ თუ გინდა რომ შენ შეყვარებულს შენთან ერთად კიდე 7 და 8 მოსწონდეს. მაშინ კი ბატონო, მაგრამ ვის უნდა? ახლა რომელიმეს გინდათ, ხო არ გინდათ? ხო არ გინდათ ეგეთი? გინდა ბიჭს და გინდა გოგოს, გვინდა რომ იმ ჩვენს შეყვარებულს ჩვენთან ერთად ჩვენნაირი კიდე 7 და 8 უყვარდეს? არ გვინდა. ხო და როგორც ჩვენ გვინდა რომ სხვა მოგვექცეს, შენ თუ გინდა რომ ის გიყვარდეს და შენ თუ ის გიყვარს, სხვისკენ რო იხედები, თავს რო გააპარებ, ეგ უკვე იმის ღალატია, ვინც შენ გიყვარს. ამიტომ არ უნდა გააპარო თვალი. როგორც არ გინდა რომ შენმა შეყვარებულმა სხვისკენ გააპაროს თვალი, ისე შენ არ უნდა გააპაროს სხვისკენ. შენ თუ ერთგული ხარ. შენ თუ ერთგული ხარ. თორე ეგრე მადა ჭამაში მოდისო, როგორც ამბობენ, მაგრამ ერთი უნდა გიყვარდეს. ყველას ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაღაც, რომ რადგან ეს საკითხი მოიტანა საუბარმა, რაც უფრო სიწმინდით და თავშეკავებით მივა ადამიანი დაოჯახებამდე, მით უფრო წმინდა იქნება და მტკიცე მისი ოჯახი. მით უფრო ახლა დღეს ტენდენცია ესეა, ახლა რადგან აქ ბავშვები არ არიან და უფრო დიდები არიან, იმიტომ ამბობ. თან ისე ვიტყვი, რომ ბავშვმაც რომ მოისმინოს არაფერი დაშავდეს. ახლა მაგალითად ერთ ვარს თუ ჩაკვიჩავ არ მოგეწონა, ახლა მეორეს ჩაკვიჩავ, მესამეს ჩაკვიჩავ, მეოთხეს და ახლა სხვა ჩაკვიჩავ. ახლა ბოლოს რომელიც მოგეწონება, მოდი ამნაირებს ვიყიდი ხოლმეო. ეგრე არ არის ურთიერთობებში. ერთი უნდა ამოერჩიო და ცხოვრების ბოლომდე უნდა იყო იქ. არ შეიძლება, აი სხვანაირად არ შეიძლება. უბრალოდ რა.
დღეს ტენდენცია სხვანაირად არის, მაგრამ ჩვენ უნდა დავრჩეთ იმ ტრადიციის და იმ ზნეობრივი სწავლების ერთგული, რაც ქრისტემ მოიტანა ჩვენამდე, რასაც ჩვენი წინაპარი განუხრელად ასრულებდა. ჩვენ თუ გვინდა რომ მტკიცე და წმინდა ოჯახები გქონდეს. სხვანაირად არ გამოვა. და ხაზი იმასაც მინდა გავუსვა, რომ ოჯახი უნდა იწყებოდეს ქორწინების საიდუმლოდ. ისე არ უნდა იწყებოდეს, რომ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი და არაერთი თან ჯვრის წერა უნდა და თან შვილის ნათლობა უნდა. ან უარეს შემთხვევაში შვილის ნათლობა. ანუ იმდენი ხანია უკვე ოჯახი აქვს, რომ ჯარი დაწერილი არც კი აქვს. და ამას კი არ ვამბობ ვიღაცაზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს. შეიძლება ეკლესიურ ადამიანად თვლიდეს თავის თავს. ეს არის ცნობიერება, რომელიც ღმერთზე მინდობილი ადამიანის ცნობიერება. ქორწინების საიდუმლო ნიშნავს იმას, რომ შენ ღვთისგან იღებ ლოცვა-კურთხევას, რომ შენ გინდა ამ ადამიანთან ერთად გააგრძელო ცხოვრება. და ღმერთმა აკურთხოს შენი ურთიერთობა ამ ადამიანთან, რომელსაც მარტო გიჭირს რო იარო. ვიღაც მარტო მიდის, მონაზონი გახდება და ასე ცხოვრობს. ვიღაცა ოჯახდება და მასთან ერთად მიუყვება ამ ქრისტიანულ ცხოვრებას. ხო და იქ უნდა ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა უნდა აკურთხოს. და ადამიანიც უნდა ცდილობდეს, რომ თავის ოჯახში ქრისტიანული ცნებები დაიცვას. იმიტომ კი არა ეს ღმერთ ჭირდება. იმიტომ რომ ეს თავად ამ ოჯახს ჭირდება. ეხლა რამდენი ოჯახია? დანგრეული ოჯახი. რამდენია? ამიტომ ყველა რო ეცადოს, რომ ღვთისმცნება აღასრულოს თავის ოჯახში, მამაკაცმა თავის ადგილზე, მანდილოსანმა თავის ადგილზე, შვილებს ასწავლონ თავის ადგილზე რა, როგორ გააკეთონ. საქმით ასწავლონ, მაგალითით ასწავლონ, სიტყვითაც ასწავლონ და ყველაფრით ესე იგი. გუშინ მოთხრობა რომ წაიკითხეთო, ეთქობა გუშინ გამოგზავნეს ეს შეკითხვა. გუშინ მოთხრობა რომ წაიკითხეთ გულის ბაღი, სად შეიძლება რომ მოვიძიოთო. ეს მოთხრობა უკვე არის ჩვენს გვერდზე და შეგვიძლია აქ წავიკითხოთ. როდესაც ისეთ რამეს გვაბრალებენ, რომ ამას ვერ ახსნი და დაამტკიცებ, რა უნდა ვქნათ ამ დროს? ეს შეკითხვა ცოტა ვრცელია, მაგრამ ზოგადად ვიტყვი. ყველაფრის მაგალითი ჩვენ უნდა ავიღოთ ქრისტესგან. ახლა ჩვენ შევხედოთ, როგორ მოიქცა ქრისტე, როდესაც ის ჰეროდეს თუ პილატეს წინაშე წარადგინეს. რა გააკეთა? არაფერს არ ამბობდა. არ იმართლებდა თავს. არა და ვინ არის ისეთი მართალი ქრისტე რო იყო? არა იმ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ, არამედ საერთოდ არავის წინაშე არანაირი ბრალი რო არ მიუძღვის. ჩვენ შეიძლება იმ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალი არ მიგვიძღოდეს, მაგრამ სადღაც იმაზე უარესი დაგვეშავებინოს, რომელიც არ ჩანს. არა, კაცმა შეიძლება იფიქროს, შეიძლება ამ წუთში არაფერს არ ვაშავებ, მაგრამ იქ რო სადღაც დავაშავე, შეიძლება იმის გამო ეხლა ვისჯები და ეს მიიღოს. შეიძლება რაღაცა ისეთი დავაშავე, რომლის გამოც მე პატიმრობა არ მეკუთვნის, პატიმრობას არ ითვალისწინებს, მაგრამ სულიერად უფრო დიდი რამეა, უფრო ცუდი რამე გავაკეთე. და შეიძლება რაღაცა ელემენტარულის გამო მე დამაპატიმრეს. მე უნდა ვიფიქრო, შეიძლება მე რო სადღაც რაღაც დავაშავე, მე რო ეს ვერავინ ვერ გამიგო, სულაც იმის გამოა, რომ დღეს ეს უნდა სასჯელი მოვიხადო. მაგრამ ქრისტეს ხო არსად არაფერი არ დაუშავებია. პილატეს წინაშე დუმდა. იმდენად დუმდა, რომ პილატეს უკვირდა. როგორო მე არაფერს არ მეუბნევიო, პილატე თქვენ იცით, რომ რომაელების მიერ იყო გამოგზავნილი პროკურატორად, ანუ მმართველად, რომაელების მიერ დაპყრობილ იუდეაში. ანუ პილატეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მეფეზე მეტი უფლებებიც კი ჰქონდა, იმიტომ რომ იუდეელებს არ ჰქონდათ ვინმეს სიკვდილით დასჯის უფლება, იმიტომაც მიდიან პილატესთან.
არ ქონდათ ამის უფლება, ეს უფლება ქონდათ რომაელებს, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პილატესთან. პილატეს შეიძლება და ეფიქრა, რომ მე ვარ აქ ყველაზე მთავარი და როგორც ჩემს წინაშე თავს არ იმართლებს. ეხლა მან ხო არ იცოდა რომ ღმერთია, მის წინაშე მიიყვანეს ჩვეულებრივი ადამიანი. და მის წინაშე ალბათ რამდენი ადამიანი მიუყვანიათ ისეთი, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდაც თავი გაემართლებინა, რომ არ დასჯილიყო და უკვირს, რომ ქრისტე არაფერს არ ამბობს. და ეკითხება, როგორო? შენ არაფერს არ ამბობო? ჩემს წინაშე, რომელსაც შემიძლია შენი დასჯაცო და შემიძლია შენი გათავისუფლებაცო? და უფალი ეუბნება, შენ არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, თუ ეს ზეციდან არ იქნებოდა დაშვებული. და ეს მაგალითია ჩვენთვის. ჩვენ ვიფიქროთ, რომ არავითარი ხელმწიფება არ ექნება ჩვენზე, თუ ეს ჯერ ღმერთმა არ დაუშვა. თუ ეს ჯერ ზეცაში არ გადაწყდა, რომ ეს ასე უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადამიანის თავზე, არავითარი ხელმწიფება არავის არასოდეს არ ექნება და მორწმუნეს ეს წამს. იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია, რომ თქვენი თავიდან ერთი ღერით მარ ჩამოვარდება ჩემი ზეციერი მამის ნების გარეშე. და როგორ თუ ერთი ღერით მარ ჩამოვარდება ისე უბრალოდ, ახლა ადამიანს სიკვდილით დასჯიან უბრალოდ არ არსებობს. თუ ეს ღვთისგან არის, ამიტომ ეს რწმენა გვასწავლა ჩვენ უფალმა. მაგრამ ამავე დროს გვასწავლა რა? ერთხელ უთხრა, რაც იყო სიმართლე. უთხრა, არც ამის გარეშე არ დატოვა. უთხრა ეს სიმართლე, რომ თვითონ არ იყო ამ წუთისოფლის მეფე, არამედ იყო ზეციური მეუფე და არა მარტო ზეციური მეუფე, არამედ ყოველივეს შემოქმედი და ყოველივეს მეუფე. მაგრამ რასაც ისინი აბრალებდნენ, ამაზე პასუხი გასცა ერთხელ, არა 7-ჯერ და 8-ჯერ და 15-ჯერ, ერთხელ, რატო? იმიტომ რომ მას სიმართლეს ცოდნოდა, ისე რომ პილატე ვერ იტყოდა, რომ ეს სიმართლე არ ვიცოდე. აი პილატემ როდესაც თქვა, რომ ხელები დამიბანიაო და მოვატანინა წყალი და ხელები დაიბანა და თქვა, რომ მე უდანაშაულო ვარ ამ მართალი კაცის სისხლისგანო, ეს ხელების დაბანა მას ხო არ უშველიდა. იმიტომ რომ მან იცოდა რაც იყო სიმართლე. და რომ იცოდა რაც იყო სიმართლე და რომ უდანაშაულო კაცს სჯიდა, თუნდაც ადამიანური გაგებით, უდანაშაულო კაცს სჯიდა, ამოწმებს მისი სიტყვებით, რომელიც ეუბნება იუდეველებს, რომ ხომ არ გინდათ გაგითავისუფლოთ ერთი ადამიანი და იესო გაგითავისუფლოთ, იმიტომ რომ იცოდა, რომ დღესასწაულზე ერთი კაცი უნდა გაეთავისუფლებინათ. და ეუბნება, ხო არ გინდათ იესო გაგითავისუფლოთ, იმიტომ რომ იცოდა, რომ ტყუილად დებდნენ ბრალს. მაგრამ ხალხმა მოითხოვა ბარაბა. ყველას იცით, რომ ხალხმა ბარაბა მოითხოვა და რატო ვამბობ ამას, რომ შენ ერთხელ თუ არ ახარ დამნაშავე, უნდა თქვა, რომ რაშიც ბრალს გდებენ და თუ გაიგებენ, თუ არა და თუ ღვთისგან არის ეს დაშვებული, მაინც ისე მოხდება, როგორც უნდა მოხდეს. 7000 ჯერაც რომ ეს თქვა, ესე იგი. ამიტომ ღმერთს უნდა მიენდო და ჩვენ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ესე იგი, სადღაც რაღაც ხომ არა გვაქვს დაშავებული ისეთი, რის გამო ჩვენ ეხლა მოგვეძღო ეს განსაცდელი. იმიტომ რომ ადამიანი რასაც აკეთებს, თავის თავს უკეთებს სინამდვილეში. ბუმერანგივით არის სიკეთეს და ბოროტება. შენ თუ სიკეთეს გააკეთებ, სადღაც სიკეთე დაგიბრუნდება. შენ თუ ბოროტებას გააკეთებ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სადაც არ უნდა მიეფაროს, როგორც არ უნდა აირიდო, ისე დაბრუნდება, რომ ესე იგი შეიძლება ვერც კი დაუკავშირო, რომ შენ ეს გააკეთე რაღაც. აი ადრე, ახლა დასაწყისში პაპა ვახსენე და პაპამ პატარაობის ესეთი რაღაც მომიყვა, რომ ადრე ხო იყო ხოლმე კოლექტივები. რაღაც სოფლებში ხო იყო ხოლმე ესეთ შექმნილი და კოლექტივის თავმჯდომარე ყოფილა. მე სხვადასხვა ვეკითხებოდი ხოლმე პატარაობისას, რა არის მეთქი პაპი თავმჯდომარე, თავზე გვაზის მეთქი? ესე პირდაპირ გაგებით ესე ვფიქრობდი ხოლმე თავზე გვაზის მეთქი. ეს თავმჯდომარე ყოფილა, თურმე ნამდვილი ამბავი ყოფილა.
და ავადმყოფდა საქონელი ძროხა თუ ხარი თუ რაღაც არ ვიცი ისე რომ და მოუკვდა ისე რომ იმ ხორცის ჭამა არაფრით არ შეიძლებოდა ეხა ამ კაცს როგორც ჩანს დაენანა ამ საქონლის გადაგდება და იმისთვის რომ მოემადლიერებინა თავისი კოლექტივის თანამშრომლები მოემადლიერებინა დაკლა ეს გაშალა დიდი სუფრა ყველას დაუძახა როგორ ვფიქრობთ რა თვითონ შეჭამდა იმ ხორცს ხო გამორიცხულია არ შეუჭამია მაგრამ ერთადერთი კაცი ვინც იქ დაავადყოფდა ეს იყო ეს თავმჯდომარე ანუ რასაც სხვისთვის გააკეთებ ის იმ წუთშივე დაუბრუნდა ამას წლები არ დაჭირებია მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება იმ წუთში არ დაბრუნდეს დაჭირდეს წლები მაგრამ სადღაც აუცილებლად დაბრუნდეს ისე რომ ადამიანი სანამ რაიმეს გააკეთებს უნდა იფიქროს მაცხოვრის სიტყვებზე რომ მაცხოვარი ჯვრიდან რას ამბობდა მიუტევე მამაო რამე თუ არა იციან რასა იქმანო იმიტომ რომ ბოროტების ჩამდენმა რომ იცოდეს რას აკეთებს რომ ამას თავის თავს უკეთებს ის არ გააკეთებს აი სანამ რამეს გაუკეთებს სხვას სანამ რამეს ეტყვის სხვას სანამ რამეს იფიქრებს სხვაზე ჯერ დაფიქრი რომ ამას შენს თავს უკეთებ მეტი სხვა არავის არაფერს ადამიანს შენ არ შეგიძლია სხვას რამე ავნო ადამიანს შეგიძლია შენს თავს ავნო რამე რასაც სხვას ავნებ იმას საკუთარ თავს ავნებ რასაც სხვას სიკეთეს უკეთებ იმას საკუთარ თავს უკეთებ ხო და თუ ყველა ეგრე იფიქრებს მაშინ ყველა ერთმანეთის მიმართ იქნება ძალიან ფრთხილად ესე ძალიან მოზომილი იქნება თუ მოყვასის სიყვარულის გამო არა საკუთარი თავის სიყვარულის გამო მაინც ეს არის მდგომარეობა ძველი აღთქმისეული მდგომარეობა სადაც ნათქვამი იყო რომ თვალი თვალისაწილ და კბილი კბილისაწილ თუმცა ახალმა აღთქმამ აი სხვა გაგება სხვა სიმაღლე მოიტანა არა იმიტომ ერიდები ბოროტების გაკეთებას რომ შენც ეგარ მოგივიდეს არამედ იმიტომ რომ ადამიანი დაზოგო ის რომ გიყვარს მაგის გამო ერიდები და ძველ აღთქმაში ესე იყო შენ იმიტომ ერიდები რომ შენ თუ ვინმეს ხარს მოკლავდი შენს ხარსაც მოკლავდნენ ან წაიყვანდნენ შენ თუ ვინმეს ფეხს მოტეხავდი შენც მოგტეხავდნენ მაგას ნიშნავდა თვალი თვალისაწილ და კბილი კბილისაწილ და დღესაც ეგ კი არ გაუქმებულა არამედ ეგ მაღალ საფეხურზე იქნა აყვანილი და ცხოვრებაში წესია შენ თუ ვინმეს რამე დაუშავებ მოგიწევს რომ შენც გადაიხადო ამით როგორ იყო დავით მეფემ რომ შესწოდა დავით მეფსალმონი ნათან წინასწარმეტყველი რომ მივიდა და რო ეუბნება ამ მეფე დავითმა ხომ ეს გააკეთა რომ ურია ხეთელის ცოლი რომ მოეწონა და მასთან შეგი ცოდვით დაეცა სანამ ცოდვით დაეცემოდა მან გააკეთა ის რომ თავად ეს ურია ხეთელი ბრძოლის წინა ხაზზე გაგზავნა საიდანაც ფაქტიურად ცოცხალი ვერ ჩამოვიდოდა ანუ მან ორი ცოდვა ჩაიდინა კაცის პლისა და მრუშობისა ნათან წინასწარმეტყველი მივიდა თქვენ ეს იცით უბრალოდ მე გახსენებთ და ეკითხება მეფეო ერთი კაცი არისო რომელიც ძალიან მდიდარიაო ბევრი ცხარძროხა ყავსო და სტუმარი მოუვიდაო და წავიდაო მეზობლად ერთი გაჭირებული კაცი ცხოვრობდაო ერთი ცხრის მეტი არაფერი არ ყავდა თვალის ჩინივით უფრთხილდებოდაო და იმას წაართვა ეს ცხარი და მოიყვანა და სტუმარს დაუკლავ და მეფე გაბრა რისი ღირსია ეს კაციო ნათანმა უთხრა და მეფე გაბრას და თქვა რა ეს სიკვდილის ღირსია ან როგორ თვითონ მდიდარმა კაცმა წავიდა გაჭირებულს ერთი ცხარი წაართვა და სიკვდილის ღირსიაო და ნათან წინასწარმეტყველმა უთხრა მეფეო შენ ახარო ეს კაცი შენო ცოლების და ხარჭების მეტი რა გყავდა რა გინდოდაო იმ კაცისგან რომელსაც ერთი მეუღლე ყავდა და დავითმა თქვა რომ შევწოდეო და ნათანმა უთხრა შეწოდეო და ღმერთმაც მოგიტევაო მაგრამო ის რაც შენ ხვის მიმართ გააკეთეო შენს თავზეც იქნებაო ანუ რა ბოროტება ხვის მიმართ გააკეთა
დავითმა სიცოცხლეში იწვნია ეს ყველაფერი და მე თავისი შვილი აბესალომის დევნიდა მთელი ცხოვრება. მაგაზე ჯერ ყველაფერს რო თავი დაანება, მაგაზე მეტი სიმწაე რა გინდა, შვილი რო გდევნის და მოსაკლავად რო დაგდევს. ხო და იცი რატო ვამბობ, რომ ღმერთი მოგიტევებს, მოწყალია და მოგიტევებს, მაგრამ შენ მოგიწევს, რომ რაღაცა შენს გამოიარო იმის შესაბამისი, რაც შენ სხვას გაუკეთე. ამიტომაც მარტო ის სიტყვები, რომ მე დავაშავე და მაპატიე, შენ მოგიწევს რაღაცა შენ შეგეხოს ამ ცხოვრებაში და ამიტომ სანამ რამეს გააკეთებ, ჯობია დაფიქრდე და თავი შეიკავე, საერთოდაც არ გააკეთე. რასაც შენ თავს არ უსურებ, არც შენ არ გაუკეთო სხვას. და ჩვენ რო ყველა ამაზე დავფიქრდეთ, აი ჩვენს ქვეყანაში რო ყველა ამაზე დავფიქრდეთ, ყველა თავის საქმეს გააკეთებდა პატიოსნად და კეთილსინდისიერად. ეგრე არ არის? ყველა გააკეთებდა ეს. პურს ასე გამოაცხოდა პურის მცხოველი. წამალს ასე გააკეთებდა წამლის ამკეთებელი ფარმაცევტი. სასულიერო პირი ასე პატიოსნად გააკეთებდა თავის საქმეს. მასწავლებელი ასე პატიოსნად მიუდგებოდა თავის აღსაზრდელებს და ყველა და ჩვენს ქვეყანას ეშველებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება. ყველაფერი არის მიფუჩეჩებული და ეგრეა გაკეთებული. ძირითადად ყველაფერი. აი არ ვიცი. პრეზენტაციისთვის არის მარტო გამზადებული, რომ აი გახსნას გაუძლოს. გახსნას და სურათების გადაღებას გაუძლოს, რომ ფეხზე იდგეს, აი რაღაცა შენდება თუ რაღაცა კეთდება. იმას თუ გაუძლო, ესე იგი ჩაეთვალა, რომ გააკეთა და მერე რო წავლენ ნაკეიფარი ხალხი და წავიდა ჩაბარდა ეს ობიექტი, ესე რო ვთქვათ, არა? მერე თუნდაც ჩამოშლიდა და თუ ჩამოიშლება შეიძლება უკეთესიც არის. იმიტომ რომ ვერ ახლიდან გააკეთებენ, ახლიდან. ხო და ეგრე არ უნდა გაკეთდეს. ან მაგალითისთვის ვიტყვი ახლა. ხაჭაპური ახლა აი ჩემს გულის ტკივილს ვამბობ. ხაჭაპური საავადმყოფოს გვერდზე გამოაცხობ თუ ბიბლიოთეკის გვერდზე ერთნაირი ფქვილი არ ჭირდება, ერთნაირი დენი თუ გაზი თუ წყალი არ ჭირდება. რატო უნდა ღირდეს საავადმყოფოს გვერდზე 5 ლარი და ბიბლიოთეკის გვერდზე თუ იმის გვერდზე 3 ლარი? ეს ჩვენ არ ვფრთხილდებით ერთმანეთს, ქართველები. არ ვფრთხილდებით. ჩვენ ვიცით, რომ საავადმყოფოს გვერდზე სხვა გზა არ აქვს, რა? არა, ალიკა, სხვა გზა არ აქვს. კაცი რომ მივა და ბავშვს მიიყავს საავადმყოფოს, იქ უნდა შეაჭამოს რაღაცა, ან თვითონ შეჭამოს. და იქ აძვირებ იმის გამო, რომ იცი რომ მაინც იყიდის. იქ 5 ლარს დაადებ, 6 ლარს დაადებ, 12 ლარს, სხვა გზა არ აქვს, აბა საწავა. და იყიდის. და რა ქირა იყო ომის პერიოდში ზოგმა ტაქსები რო გააშვიდმა და გააორმოცმა, იქ რა ქირა იყო. მაგრამ ზოგმა უფასოდ ატარა ხალხი. ხო და აი ეგ არის ჩვენი პრობლემა. ესე იგი, კაცი რო თავის თავზე ფიქრობს მხოლოდ, იქ არაფერი არ გვეშება. კაცი რო საქვეყნოდ ფიქრობს, იქ ყველას ყველაფერი ეშველება. ეხა მიზეზები რომ იქ ქირაა თუ იქ ასეა თუ იქ ისეა თუ ეს ყველაფერი არის მოგონილი, მეტი არაფერი. მაგრამ ვინც რას დათესავს, იმას მოიმკის. ეგეც ხო მართალია. აი ჩვენ თუ გვინდა რომ კარგი მოიმკოთ, კარგი უნდა დავთესოთ. ძალიან მარტივი ამბავი, მაგრამ ეს სიმარტივე ყველაზე ძალიან გვიჭირს. ყველაფერში, აი ჩვენ ახლა ვიტყვით რომ მე ხარ რომ სხვაზე კი არ ვლაპარაკობ. საერთოდ რომ აი ჩემ თავზე ვლაპარაკობ, მე ვფიქრობ რომ ყველასთან ერთნაირად უნდა გააკეთდეს ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ არის, ვინ მოვიდა შენთან? დიდარი მოვიდა, ღარიბი მოვიდა, გახარებული თუ დამწუხრებული. მე ხომ მგდელი ვარ, მე შემეშლება იქ, სადაც დიდას თავზე ხელს გადაუსავ და ღარიბს არ გადაუსავ თავზე ხელს.
სადაც ვიღაცას რაღაცის გამო ხელს გადაუსვადოს, ხო? ეს ჩემი შეცდომა იქნება. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. და მე უნდა ვცადო, რომ ეს არ გავაკეთო. და არც დიდარი კაცი არ უნდა ფიქრობდეს, რომ მე ამას გავაკეთებ და იმიტომ მოდიოდეს. იაკობ მოციქული როგორ ამბობს? ჩვენო რომლებიც აი მდიდარს ეტყვითო, რომ მობძანდიო, აქ დავბძანდიო და ღარიბს ეტყვითო, რა ისენო ჩემს ფეხებთან დაჯექიო. თუ მდიდარს იმიტომ ეუბნები ამასო, რომ ღვთისმცნება აღასრულო, ეს ძალიან კარგია. ანუ თუ პატივსცემ იმის გამო, რომ ადამიანია, განა იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი რომ მოვიდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ მიკერძოებით აკეთებ, ამით უკვე სწოდავ. და ყველა ეგრე უნდა იყოს. იმიტომ რომ ღვთის წინაშე რომ წავდგებით, იქ ეგრე იქნება. სამართალი არაა ამ ქვეყანაზეო, თუ მართალი ადამიანი იჩაგრება და არ აქვს პირობები და ხელშეწყობა და მათყუარა ადამიანი არის გამარჯვებული. რა აზრი აქვს მაშინ უფლის დარიგებების შესრულებას? თუ ყოველთვის დაბეჭავებული, დაჩაგრული და დამცირებული ხარ, მაზოხიზმი ხო არაო. რატომ უნდა გინდოდეს ეგრე? მე თუ ვიღაცა მიყვარს, იმას პატივს ვცემ, ხომ ეგრეა? ის თუ არ ვცემს პატივს, რა საჭიროა გადავყო ეგეთ ადამიანს და თავი გავწირო, სადაა ლოგიკა? არ შეიძლება რომ ადამიანი აქაც ბედნიერი იყოს და იქაც ტანჯვა-წამების გარეშე აუცილებელია ბოლომდე დააჭირო ციხლი ადამიანს. ყველაფერი დროებით. პაპა ჩემი იძახდაო, რომ კაცი შიმშილით მოკვდა და ქელებში ფლავი ჩაასხეს. ეგ გამოთქმა რას? შიმშილით მოკვდა და მერე დააპურესო? მერე დააფასესო? რა? სიცოცხლეში რო გეჭმიათო. ეგრეა. თუ არჩევანი ჩვენზეა. ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანს სიცოცხლეში უნდა გაუკეთო ის რასაც აი მოთხრობა გვაქვს ჩვენ ესეთი დაგვიანება ქვია, არ ვიცი და გითხავთ თუ არა. იქ რა არის აღწერილი? კაცი შიმშილით მოკვდა და ეხლა შვილები ფიქრობენ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გავაკეთოთ. დაგძალვა ყველაფერი აქეთ, იქით, საკაცე, ოქროსი თუ რაღაცა, ქეთური, იქითური. რა აზრია? კაცი შიმშილით მოკვდა, უყურადღებობით, უპატრონობით და ეხლა იმის იქით რაც გინდა ის გააკეთა. რა მნიშვნელობა? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანმა სინდისი მოიწმინდოს. რომ აი ხახმა არა თქვას, რომ აკეთე. ხახი მაინც ყველაფერს ხედავს, მაგრამ თავარი ისაა, რომ ღმერთი რას ხედავს და ღმერთი რას როგორ აფასებს. ეხლა ეს ადამიანი წუხს იმაზე, რომ ესე იგი მათყუარა ადამიანი არის გამარჯვებული და მართალი ადამიანი იჩაგრება. ეგეც დროებითი. ეგ ყველაფერი დროებითია. თუ ჩვენ 1 და 2 წელიწად შევხედავთ, ეგ ეგრეა ნამდვილად და გული გაგიტყდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რო შეხედო, ეგრე ნამდვილად არ არის. აი დავით მეფის ფსალმუნები, პირველი ფსალმუნი როგორ არის? ღმერთზე მინდობილი კაცი რას არის შედარებული? მე და ესე იგი ცოდვილი კაცი რას არის? მე ხა ციტირება გამიჭირდება, ამიტომ მოდი ამოვიკითხავ, რომ რამე არ შემეშალოს. ეხლა ნახეთ, განვიხილო, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ზუსტად მაგას პასუხობს, რაზეც არის. ნეტარ არის კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღთოთასა და გზაცა ცოდვილთასა არა დაჯდა. ანუ ბედნიერია კაცი, რომელიც არ მივიდა ზრახვასა უღთოთასა. ანუ უღთოთა
სამსჯავროში არ მივიდა, მათ თათბირზე არ მივიდა, მათ ცნობიერებაში არ მოვიდა და ცოდვილთა გზაზე არ დადგა. ბედნიერი ესეთი კაცია. და საჯდომესა უჯულოთასა არა დაჯდა. არამედ ჟულსა უფლისასა არს ნება იმისი და ჟულსა მისა ზრახავ ნიგი დღე და ღამე. ანუ რა არის მისი საფიქრები? ღვთის რჯული. ამაზე ფიქრობს დღე და ღამე, რითი სათნო ეყო უფალს. და იყოს იგი და ეხა შედარებული ესეთი კაცი რას და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანაწარსა დინასა წყალთას. ანუ წყლის პირზე რო ხე დარგო ესე იგი. რო იმას წყალიც აქვს ყველაფერი და გაიზრდება. რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისდა. რომელმაც თავის დროზე ნაყოფი გამოიღო და ფურცელნი მისნი არა დასწვივენ და ყოველივე რაც აყოს წარემართოს მას. ანუ მისი ფოთლები არ ჩამოცივდება და ყველაფერი რასაც მოისურვებს წარემართება, ხელი მოემართება მას. ეს ისეთი კაცი, რომელიც საღვთოდ ფიქრობს. ღმერთს სათნო ეყოს. არა ესრე უღმრთონი. უღმრთოც ესე კი არ იქნება. არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელი აგავის ქარმან პირისაგან ქვეყანის. ანუ უღმერთო კაციო ემსგავსებაო მტვერსო, რომელსაც აი ქარი რომ დაუბერავს და აღიგვება, ესე იგი რომ გაიხვეტება. ამისთვის არა აღდგენ უღმრთონის სასჯელსა მართალთასა, არცა ცოდვილის რახვასა, არა აღდგენ უღმრთონის სასჯელსა და არცა ცოდვილის რახვასა მართალთასა, რამე თუ უწყის უფალმა გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს. ანუ ღმერთმა იცის გზა მართალთა და უღმრთოთა გზა კი წარწყმდება. ეს ჩვენ გვეჩქარება, რომ აი ეს ნახე როგორი ცბიერია, მატყუარა, უღმერთო ცხოვრობს, უწმიდურად ცხოვრობს და ნახე რა კარგად არის. ეგ იმ წუთში. მაგრამ დრო რომ გავა, ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება და როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ყველასთვის სანუგეშოდ. მეო, ესე იგი, ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი ამ წუთისოფლის უსამართლობის გამო, რომ არ ვიცოდეო, რომ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ჩვენ აქ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინც არ უნდა გავამართლოთ, ვინც არ უნდა გავამტყუნოთ, ვინც არ უნდა გვეგონოს ბედნიერი თუ უბედური, ბოლო სიტყვა იქ არის, ბოლო სიტყვას იქ მოისმენს ყველა ადამიანი. ეგ იქნება ყველაზე მთავარი. ეგ იქნება ან მარადიული სიხარულის და ან მარადიული მწუხარების დასაწყისი. თუმცა ეგ ყველაფერი აქვე იწყება, ამ წუთისოფლში. სიხარულიც და მწუხარებიც. ღმერთი შეგვეციო, საბა ცოტა გამიგრძელდა ეხლა მე ლაპარაკი და მაპატიეთ. ჯერ მოსვლა დავაგვიანე და მერე ლაპარაკი გამიგრძელდა.